გამოვედი ბარსელონის ქუჩებში საფეხიალოდ. მარტო ბავშვების გარეშე. ამას ერთი პრაგმატული მიზეზი აქვს. მე მაქვს არაჩვეულებრივი უნარი, სრულიად ისეთ მიკივნეულო უწყინა ადგილზე დავიკარგო. აი მაგალითად მე მოვახერხე და ქუთაისში თეთრხიდან დავიკარგე. ვინც ქუთაისი იცის, თეთრხიდან არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი დაკარგვა, მაგრამ მე მოვახერხე. შესაბამისად, როცა ბავშვები გახლავს და თან იკარგები, შემდეგ ისინი წუწუნებენ, არ მოსწონთ ერთი ავტობუსთან მეორე ავტობუსში გადაჯდომა, ფეხით ბევრი ხეტიალი და ასე რომ მარტო ვარ და შემიძლია სადაც მინდა იქ დავიკარგო. ძალიან არ მინდა იფიქროთ, რომ დავდივარ ბარსელონის ქუჩებში, ვაგისფერი სათვალე მაქვს მორგებული და რაღაც ხბოს აღკინებით ვათვალიერებ მედლივ ყველაფერს და ყველაფერი მოგწონს. ცხადია ეს ასე არ არის, არის საკმაოდ სერიოზული პრობლემები. აქაც არიან უსახლკაროელები, ესპანელების ძალიან დიდი ნაწილი საკმაოდ ეკონომიურად ცხოვრობს. რაღაც პატარა ინციდენტი მოგვიხდა და კლინიკაში მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ მინიმუმ საათნახევარი უნდა დავლოდებოდით ექიმს, კლინიკაში არის მედპერსონალის სერიოზული დეფიციტი. მოკლედ, ისევე როგორც ყველგან, აქაც პრობლემები არის. თუმცა, ხაზგასმით ყველგან იგრძნობა, რომ ადამიანი არის მთავარი ღირებულება და იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ ეზარება შრომა, ძალიან უპრობლემოდ მოახდენს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას